და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობის მაუწყებლებს 3 დღე აქვს დარჩენილი მედია მფლობელების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად გაფრთხილება ტელეკომპანიებმა დღეს მიიღეს. შესაბამისი დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში უნდა გატარდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს პროცედურები უკვე გაიარა რუსთავი ორმა და მფლობელების შესახებ სრული ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანიის ვებგვერდზე დევს მესაკუთრეების ვინაობის საჯაროდ გამოტანას 2012 წლის 1 იანვრამდე ყველა მაუწყებელს ის კანონი ავალდებულებს, რომელიც პარლამენტმა 7 თვის წინ მიიღო. ნათია გოგსაძე განაგრძობს თემას. ნათია, იმ შემთხვევაში თუ დროულად არ მოხდება ინფორმაციის მიწოდება, თუ ელოდებათ სანქციები მაუწყებლებს. პირველ რიგში მარეგულირებელი კომისია აფრთხილებს მაუწყებლებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მედია მფლობელები და მედია საშუალებები საკუთარი მფლობელების შესახებ და მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციას საჯაროს არ გახდიან, მათ ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. დარჩენილი 3 დღიანი ვადის შესახებ მედია საშუალებები დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გააფრთხილა. 1 იანვრამდე მაუწყებლებმა საკუთარი მფლობელების შესახებ ინფორმაცია მარეგულირებელ კომისიას უნდა წარუდგინონ. მესაკუთრეების ვინაობის საჯაროდ გამოტანას მეოთხე ხელისუფლებას პარლამენტის მიერ 2011 წლის აპრილში მიღებული კანონი ავალდებულებს. მედია გამჭვირვალობასთან დაკავშირებით შესული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად ყველა მაუწყებელი ვალდებულია შეასრულოს შესაბამისობის დეკლარაცია და წარმოადგინოს კომისიაში, ასევე ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული უნდა იყოს ყველა მაუწყებლის ვებგვერდზე. დღეს მდგომარეობით წარმოდგენილია შესაბამისობის დეკლარაცია მხოლოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხრიდან. იმ შემთხვევაში თუ მაუწყებლები ამ მოთხოვნას, კანონის ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გარკვეული სანქციებია გათვალისწინებული. მარეგულირებელი კომისიისთვის არ უცნობებია, თუმცა სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებები რამდენიმე ტელეკომპანიამ უკვე გაატარა საჯარო რეესტრში. ეს ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე დევს და ყველასთვის ხელმისაწვდომია. საჯარო რეესტრის სახელით მინდა განაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანიების დიდმა ნაწილმა განახორციელა ცვლილება სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში და შესაბამისად ეს ცვლილებები მესაკუთრეების შესახებ უკვე ასახულია ჩვენ საიტზე, რომელიც არის ღია. ჩვენ მხოლოდ დაინტერესებული პირებს რომ ეს ინფორმაცია დროულად მიაწოდონ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას. რუსთავი ორმა კი ერთ-ერთმა პირველმა საკუთარი მფლობელების შესახებ ინფორმაცია არა მხოლოდ საჯარო რეესტრსა და მარეგულირებელ კომისიას გადაუგზავნა, საკუთარ ვებგვერდზეც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სამაუწყებლო კომპანიის 90%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ლევან ყარამანიშვილია. წარმატებული ბიზნესმენი უკვე წლებია საკომუნიკაციო ბიზნესშია. ის კავკაზუს ონლაინის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ბაზარზე ლიდერობას დღემდე ინარჩუნებს. რუსთავი 2-ის 10% კი არხის გენერალურ დირექტორს გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის. საბუთები უკვე წარდგენილია მარეგულირებელ კომისიაში. რუსთავი 2-ის დამფუძნებლები არიან ცნობილი, შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე, რომელიც დღეიდან დევს უკვე. ყველა საბუთები არის მოყვანილი კანონთან შესაბამისობაში და გამჭვირვალეა. ეს ყველაფერი არის თავარი. და მოთხოვნაც იყო წაყენებული მაუწყებლების წინაშე. იგივე მფლობელები ყავს ტელეკომპანიამ ზესაც. მაუწყებლის 10% გიორგი გეგეშიძეს, 90% კი ბიზნესმენ ყარამანიშვილს ეკუთვნის. ტელეკომპანიამ ზეს ზაზა თანანაშვილი ხელმძღვანელობს. დეკემბერში მოხდა პარტნიორთა ცვლილება, აქედან გამომდინარე ქონდა ჩვენ შეხვედრა. ამზე მომავალ წლიდან შემოგთავაზებთ იმ რეიტინგულ პროექტებს, რომელიც იყო 2011 წელს და ვფიქრობთ, რომ თებერვლიდან ან მარტის 15 რიცხვიდან შემოგთავაზებთ ბევრ ახალ საინტერესო პროექტებს. სიახლეებსა და კიდევ უფრო საინტერესო სატელევიზიო ბაძეც პირდება მომავალ წელს თავის მაყურებელს რუსთავი 2. არხი, რომელსაც ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვება, გასართობი, შემეცნებითი, რეალიტი და საბავშვო პროექტები აქვს, ახალ სეზონზე ახალ გადაცემებსაც დაიწყებს. 2011 წელს რუსთავი 2-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი წამყვანი პოზიციები საქართველოს მედია სივრცეში. 2011 წელს იყო განხორციელებული ძალიან ბევრი მეგა პროექტი, რომელიც იყო ძალიან რეიტინგული. ამ წარმატების საფუძველს ჩვენ ხედავთ ალბათ თითოეული ჩვენი თანამშრომლის თავდადებულ შრომაში და პროფესიონალებში. 2012 წელი ალბათ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც იყო წინა წლები რუსთავი 2-ისთვის. მინდა მოგცეთ პირობა, რომ მთელი ჩვენი კოლექტივი იზრუნებს, იქნება თქვენ სამსახურში, იზრუნებს ახალ პროექტებზე, ახალ მეგა პროექტებზე, რომლითაც გათამამებული ყავს ჩვენი მაყურებელი.
2012 წლიდანაც საახალწლო განწყობის შესაქმნელად არხი სპეციალურ პროექტებს მოამზადებს. ყველაზე განსაკუთრებული საღამო კი რუსთავიორის ეთერში 2 იანვარს იქნება, როდესაც არხის ყველა სახე უჩვეულო ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე. მე შეგახსენებთ, რომ 2011 წლის აპრილში მიიღო პარლამენტმა მედია გამჭვირვალეობის გასაძლიერებლად შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც აიკრძალა არა მხოლოდ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების მფლობელებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა, არამედ მაუწყებლებს ერთგვარი ვალდებულებაც დაუწესდათ, რომლის თანახმადაც 2012 წლის 1 იანვრამდე მათ საკუთარი მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახადონ.